საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ისევე როგორც სხვა კანონებში განხორციელდა ბევრი ისეთი ცვლილება, რომელიც ძალიან სასახად ემსახურება ამ პარტიის კონსოლიდაციას, რაღაცა სახელმწიფო მუშაკები, ვინც უნდა იყვნენ საჯარო მოხელეები, მათ პარტიულ მუშაკებთან გადაქცევას ან მათით ჩანაცვლებას. უფრო ზუსტად ვთქვათ, რეჟიმის კონსოლიდაციას პარტიული ნიშნავს. ზუსტად. ეს არის სწორი ფორმულირება. ამ ცვლილებების ფარგლებში რაც მოხდა არის ის, რომ მაგალითისთვის ქვედა საშუალო რგოლის მენეჯერებს, რომლებიც ახლა არიან საჯარო სამსახურში, მათ გაუქმეს შრომითი კონტრაქტები ფაქტობრივად, შეიცვალა მათი დასაქმების შინაარსი და ისინი გადაიქცნენ ადმინისტრაციული წესით გაფორმებულ ტექნიკურ, მოკლედ ესე რომ ვთქვათ, ხელშეკრულების მქონე პირებად. ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად თუ მუშაობს ადამიანი, პატიოსანი საჯარო მოხელეა, მისი დასაქმება მიბმული არის პირდაპირ მისი უფროსის სამსახურში ყოფნის ვადასთან. ახლა ხო, გავშალოთ მაშინ ეს ნაწილი. მუშაობს ადამიანი სადღაც მერიაში. კი, თუ სპეციალისტია და მუშაობს მერიაში. ახლა როგორ არის და რა დაცვის მექანიზმები ეხსნება მას? კი ბატონო, ეს დაცვის მექანიზმები, რაც ახლა გვაქვს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, ეს შემოვიდა ჩვენთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ანუ ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე, შევქმნით ისეთი დაცვის მექანიზმები, როგორც არის მაგალითად ეს უვადო შრომითი ხელშეკრულება. მაგალითისთვის მერი რომ გამოიცვალოს, ეს სპეციალისტი ისევე როგორც რაღაცა მენეჯერი საჯარო სამსახურში გააგრძელებს თავის საქმის კეთებას, რადგან პოლიტიკური ცვლილებები არ უნდა მოქმედებდეს ამ ადამიანების რაც დასაქმების საკითხზე. ახლა უვადო უბრალოდ უქმდება? ეს უქმდება, ანუ კონტრაქტი არის ერთწლიანი. კონტრაქტი იქნება იქამდე, სანამ იქნება ეს ადამიანი მერი. ეს ნიშნავს იმას, რომ აი მერი რო შეიცვალოს, მაგალითად გამოდის, რომ ყველა მენეჯერი, ვინც მუშაობს ახლა მერიაში, ისევე იგივე არის სამინისტროში, იგივე არის სხვა სიტებში და ასე შემდეგ, მერსარჩევები შემდეგ წელს არის. თუ შეიცვალა დაწესებულების ხელმძღვანელი, აირჩევენ ახალ მერს, ეს მენეჯერები ფაქტობრივად ტოვებენ თანამდებობას. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ამ ადამიანებს თავიდან უნდა დაინიშნოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანების job security, ესე რომ ვთქვა, დასაქმება დამოკიდებული არის იმაზე, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელი დარჩეს სამსახურში. ანუ აიძულებენ პირდაპირ იმას, რომ პოლიტიკური ნიშნით იმუშავონ პარტიის წარმატებაზე. რაც შეეხება ჩვეულებრივ დასაქმებულ პირებს, რაც ხდება ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ თუ არ მოეწონები, შენს უფროს დაუშვათ, ხო, აი იმას, ვინც თავისი პარტიული ნიშნის გამო ანუ სამსახურო შეინარჩუნოს პარტიას ეხმარება, ხო? ხო, აი მენეჯერებს შეუძლია რაც გააკეთოს არის ის, რომ დაგიწეროს არადამაკმაყოფილებელი შეფასება და ამით 6 თვის განმავლობაში დაგიკავოს ხელფასის მეხუთედი, 20%. ეს არის პირველი ვერსია. მეორე ვერსია, რაც ასევე შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ გადაგიყვანოს სხვა თანამდებობაზე, უფრო დაბალ თანამდებობაზე და მორჩება ამით ყველაფერი უარის თქმაც არ შეგიძლია. მესამე რაც შეიძლება გააკეთოს არის ის, რომ დაგიმატოს ახალი ფუნქცია და ახალი ფუნქცია აქამდე თუ არ იწევდა კონკურსის გამოცხადებას, ანუ შენ აგრძელები ჩვეულებრივად მუშაობას, ეხლა კონკურსი შეუძლია გამოაცხადოს და გაგიშვა სამსახურიდან. ან შეუძლია უფრო მარტივად გაგიშვა სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძველით და შენ მაქსიმუმ ისი აღება შეგეძლება, იქნება რაც სამთვიანი განაცდული, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება 2 წელი დაგჭირდეს ამისთვის სამსახურში. რა კანონმდებლობას მიყვებიან? რუსულია? ეს კანონმდებლობა შეიძლება, აი, მინიმუმ ავტოკრატული არის, ეს ძალიან ცალსახად შეიძლება ითქვას და ეს ცვლილებები უკვე სამივე მოსმენით მიღებული არის და შეიძლება ვეტოს დავილოდოთ ახლა და ნუ იანვრიდან ამოქმედებენ ძალიან ჩვეულებრივად, ანუ რისი შექმნაც მათ სურთ, ეს არის ახალი ტიპის საზოგადოება, ეს არის მორჩილი არა, უკვე მონა საზოგადოება. ერთი მხარე ის არის ეს საჯარო მოხელეების საკითხი, რაზეც ახლა ვილაპარაკეთ, ადამიანების თუნდაც პოლიციაში ისე სხვა საჯარო სამსახურში მიღება შეიძლება და ჩანაცვლება კეთილსინდისერის საჯარო მოხელეების სრულიად გაუნათლებელი კვალიფიკაციის არ მქონე პირები კონკურსის გარეშე, მაგრამ ცალკე არის რას უკეთებენ, რას პირდებიან ჩვეულებრივ მოქალაქეებს. იმათ ვინც შეიძლება დღეს რაღაცა პოლიტიკური ნიშნით არ აპროტესტებს რაღაცას, მაგრამ სოციალური ნიშნით დაჭირდა, რაღაცა სიგარიბემ შეაწუხა, რაღაცა ჭიათურაში რაღაცა ტრაგედია მოხდა და ასე შემდეგ. ხო, ჩვენ ყოველწლიურად ვხედავთ რაღაცა უამრავ პროტესტს. რასაც ისინი პირდებიან არის ისეთი ცვლილებები, როდესაც შენ ფიზიკურად ვეღარ გამოხვალ გარეთ, ვერაფერს ვეღარ გააპროტესტებ. მაგალითად ისინი ამბობენ, რომ აი ზამთარში ახლა შენ თუ გახვალ აქციაზე და შენ თუ გექნება სახე დაფარული, სულ ერთი არის, ნიღბით იქნება ყაბალახით თუ რაღაცა ჰიჯაბით, სულ ერთია აბსოლუტურად. 2000 ლარი არის ამაზე ჯარიმა. თუ შენ გახვალ გარეთ და გადაკეტილია გზა, მაგრამ პოლიციამ რაღაცა მერე 10 დღის მერე ჩათვალა, რომ საკმარისი რაოდენობა არ იყო და გზა არ უნდა გადაკეტილიყო, შენ დაგაჯარიმებენ 5000 ლარით.
შენ თუ ჯიბეში გიპოვე უბრალოდ გამვლელი ხარ დაუშვათ და ჯიბეში გიდევს რა ვიცი ლაზერი ამაზე დაგაჯარიმებენ 2000 ლარით ეს არის უბრალოდ არანორმალური რაოდენობის ჯარიმები რაც მათ გააოცმაგეს არა გაახუთმაგეს, არა გაათმაგეს, გააოცმაგეს იმისთვის რომ ადამიანს ყველა გზით უთხრან შენ თუ გამოხვალ ქუჩაში შენ ხარ ჩვენთვის არასასურველი ადამიანი შენ ჩვენ დაგაკისრებთ უდიდეს ჯარიმებს და ეს ჯარიმები იმხელა არის რომ მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას სცილდება სისხლის სამართალში გადადის ფაქტობრივად სისხლის სამართალდარღვევას ჯიან ადამიანებს რომლებიც აპროტესტებენ ყოველდღიურად თუ არასრულწლოვანი ხარ შენს მშობელს დააჯერებენ ეს არის მონური რასაც აკეთებდნენ პრაქტიკაში, რომ ადამიანებს იტაცებდნენ ქუჩიდან, მანქანიდან, სახლიდან და მიყავდათ იზოლატორებში, ახლა მათ უნდათ იმისი ილუზიის შექმნა, რომ არა კანონიერია ეს ყველაფერი, რამე კანონი დაირღვა, ეს არის კითხვა, რომელზეც უნდა გქონდეთ პასუხი, არა. რასაც აკეთებენ არის სრულიად არაკანონიერი და ამას წერენ კანონში, რაც ხდება არის ის, რომ ადამიანების წინასწარ დაკავება ხდება ლეგალური, თუნდაც არაფერი არ ქონდეს დაშავებული. არ ჭირდება არავითარი რაღაცა მტკიცების სტანდარტი, ტვირთი, ასე შემდეგ, არ მტკიცებულება არაფერი მსგავსი ადამიანს შეიძლება პოლიციამ მოკიდოს ხელი და წაიყვანოს იზოლატორში. მარტო 48 საათით, ეს არის რამდენიმე საათი და ასე გარიდებას რო უძახდნენ ადრე, მარტო იმიტომ რომ პოლიციამ ჩათვალა რომ შეიძლება ოდესმე რაღაცა კანონი მომავალში ფორმალიზება სახდეს უკანონობის. ზუსტად და იქ წერია კანონში წერია რომ ეს შეიძლება მოხდეს განმეორებით სამართალდარღვევის ასარიდებლად და შეიძლება ადამიანებმა იფიქრონ რომ აი მე არ ჩამდენი არსოდეს სამართალდარღვევა და მე რატო უნდა წავიყო მე ეს არ შემეხება არ არის ასე იმიტომ რომ პოლიციამ შეიძლება ისე დააკავოს ადამიანი ამ მუხლით რომ საერთოდ არ ქონდეს ჩადენილი სამართალდარღვევა მაგრამ რაიმე მოუვა ამას დაუშვა დაარღვია პოლიციამ ეს კანონი ჩვენი საერთო სასამართლოები ძალიან ცნობილი ფაქტია რაც უნდა აბსურდულად ჟღერდეს არ ამოწმებენ პირის დაკავების კანონიერებას რამდენად სწორად დააკავა პოლიციელმა ადამიანი ამას არ ამოწმებენ. შესაბამისად, მე ქრესტომატიური მაგალითი არის ადამიანი ავტოსადგომზე რომ ავტობუსის გაჩერებაზე რომ იდგა და გააყოლეს ხელს და დააჯარიმეს და მოსამართლემაც ყველაფერი. კი, ანუ არ ამოწმებენ პოლიციელმა რამდენად სწორად დააკავა ადამიანი, ანუ პოლიციელი რო ადგეს და ადამიანი ვისაც თუნდაც საერთოდ არაფერი არ არსოდეს, არ დაუშავებია, ყვითელზე არ გადასულა და ასე შემდეგ, დააკავა ის ადამიანი 48 საათით ჩასვა იზოლატორში და შემდეგ წარუდგინა სასამართლოს. და ეს ადამიანი ეუბნება რომ ჩემ მიმართ ეს 254 მუხლი დაირღვა მე არ ყოფილვარ. არაფერი ეს ცვლილებები რომელიც საერთოდ არ ჯდება არავითარ საერთაშორისო კანონმდებლობაში პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ასე შემდეგ. პირდაპირ აუქმებს თავისუფლების უფლებას. ეს შეიძლება ვთქვათ. ჩემთვის არის რაღაცა კონვულსიები იმ რეჟიმისა, რომელმაც არ იცის რა ქნას, როგორ შეაკავოს სახლში დააკავოს, დაიჭიროს ადამიანები, რომლებიც არ ეპუებიან ამ რეჟიმს, გადიან გარეთ და აპროტესტებენ ყოველ დღე. და ეს კონვულსიები არის ზუსტად, რომ აქეთ რაღაცა ისეთ პოლიციელებს მიიგებს, რომლებსაც განათლება არ აქვს საერთოდ მიღებული, საჯარო მოხელეებს ემუქრება, რომ მონა თუ არ იქნები გაკრი. ეს თუ გაუვიდათ, პირველ რიგში რაც მოხდება საჯარო სამსახურებში იქნება, რომ ზუსტად იმ ადამიანებს გამოყრიან, ვინც ახლა ჩუმად არიან. ისინი თავისი სიჩუმით მხარს ხომ აქტიურად არ უჭერენ ხელისუფლებასაც. ხელისუფლება პირველ რიგში მათ მიადგება ამ ნორმებს, მათ წინააღმდეგ გამოიყენებს. როგორც არასანდო ელემენტებს საკმარისად არა დასაყრდნობ პირებს და მათ ჩანაცვლეს პარტაქტივით. საშუალო და ქვედა მენეჯერებთან დაკავშირებით, რომ მათი პარტაქტივით ჩანაცვლება მოამზადეს და ეს პროცესი გაამარტივეს, ამისი გვერდითი მოვლენა არის ის, რომ აი პარტაქტივ შეიძლება არ ქონდეს სათანადო კვალიფიკაციები და ასე შემდეგ და ამიტომ რაც გააკეთეს არის რომ რა კი შეიცვალა მენეჯერების შრომითი ხელშეკრულება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ამით შეიცვალა მათ საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც კერძოდ ამ კანონის 27 მუხლის პირველ პუნქტში რაც წერია ეს შეიცვალა 27 მუხლის მეორე პუნქტით ეს იმას ნიშნავს რომ თუ პირველ პუნქტში წერია რომ მოთხოვნილი არის ეს მოქალაქეობა ენა ასე შემდეგ ეს ყველაფერი არ მოეთხოვება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ ადამიანს. ამიტომ შეიძლება იმისი თქვა, რომ ეხლა ზუსტად რაც ბატონ ლევანი ამბობს, ნონა ქურდოვანიძემაც რაც თქვა, ყველა იურისტმა პრინციპში ეს სწორია. ანუ ეხლა ფორმალურად ამ კანონის მიღების შემდეგ შესაძლებელი იქნება, რომ დაინიშნოს საშუალო და ქვედა რგოლის მენეჯერად ადამიანი საქართველოს საჯარო სამსახურში, რომელმაც არ იცის ქართული ენა და არ არის მოქალაქე. აი ეს ჩვენ ვართ ეგზისტენციურ ბრძოლაში. ეს არის საქართველოს დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიისთვის გარდამტეხი მომენტი. თუ ჩვენ ამას აღვუდიქით წინ შევძელით გამარჯვება, მაშინ ჩვენ მივახწევთ ევროკავშირის წევრობასაც, ამერიკასთან უვიზოსაც, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასაც და ზოგადად კეთილდღეობას
ურთიერთობას და მშვიდობას ამ ქვეყანაში. თუ ეხლა ჩვენ დაგვეზარა გარეთ გასვლა, თუ ეხლა დაგვეზარა პროტესტი და წინააღმდეგობა, ჩვენ მეორე შანსი აღარ გვექნება, ჩვენ მივიგებთ სიტუაციას, როდესაც მოულოდნელად აღმოჩნდებიან, რომ ჩვენ სამსახურები აღარ გვაქვს, ვინ საჯარო სამსახურებში ვართ, ჩვენ გვარბევენ საქართველოს არამოქალაქე პირები, რომლებიც ყოველგვარი განათლების ან წესების ცოდნის გარშე არიან მიღებული პოლიციაში, ჩვენ გვიწერენ 10,000-ობით ჯარიმებს უბრალოდ ქუჩაში გასვლის გამო, ყველანაირი ყვირილის თუნდაც ჩუმად გასვლის გამო, ეს არის ზუსტად ის, რაც ბელარუსში და რუსეთში ხდება, ხო? ჩვენ მივიღებთ სიტუაციას, რომ მაგალითად ეხლა თბილისში ჩამოსული ყოფილა ამ აქციების დარბევის პერიოდში რუსეთის სამართალდამცავთა პროფკავშირის ხელმძღვანელი. და მივიღებთ სიტუაციას, რომ ეს ადამიანი შეიძლება სამუდამოდაც ჩამოვიდეს და დასაქმნეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მენეჯერულ თანამდებობაზე. ეს უკვე ამ კანონმდებლობით შესაძლებელი იქნება. ამიტომ, როცა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ეხა გვაქვს მართლა გადამწყვეტი ბრძოლა ამ ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ, შეიძლება რაღაცა ავტომატები არ უჭეროთ ადამიანებს ქუჩაში ხელში, მაგრამ ის რომ იქ მიდიან, კაშნერო აქვთ მოხურული და ერთმანეთს რომ ჩაის უზიარებენ იმისთვის, რომ არ გავიყინოთ პირდაპირ მნიშვნელობით. ეს ბრძოლა